რეჟიმის პატიმრების სასამართლო პროცესები საქალაქო სასამართლოში საპროტესტო აქციების ფონზე დაიწყო. სულ რამდენიმე წუთის წინ კი ცნობილი გახდა, რომ მოსამართლე ნათია გუდაძის გადაწყვეტილებით საბა მეფარიშვილი და ომარ ოკრიბელაშვილი საპატიმროს რამდენიმე თვეში დატოვებენ. მათთან საპროცესო შეთანხმება შედგა და საპატიმრო ვადათ 1 წელი და 6 თვე განისაზღვრა, საიდანაც 8 თვე უკვე მოხდილი აქვს. რა ხდება ახლა საქალაქო სასამართლოში და უფრო კონკრეტულად როგორია ამ საპროცესო შეთანხმების დეტალები? მარიამ ჩანტლაძე გვერდდება პირდაპირ ეთერში. რუსული კანონის მოწინააღმდეგეების 400 ლარიანი საპოლიციო ჯებირის დაზიანების გამო დაპატიმრებულების ახალგაზრდების ომარ ოკრიბელაშვილისა და საბა მეფარიშვილის საქმეზე დასკვნითი სასამართლოს ყდომა უკვე დასრულდა. შედგა საპროცესო შეთანხმება პროკურატურასა და დაცვის მხარეს შორის და სასამართლო პროცესზე მოსამართლე ნათია გუდაძემ დაამტკიცა და დაადასტურა ეს შეთანხმება, რომელიც მდგომარეობს შემდეგში, რომ ახალგაზრდებს სასჯელის სახით და ზომად განესაზღვრათ 1 წელი და 6 თვე თავისუფლების აღკვეთა სასჯელ აღსრულების დაწესებულებაში. 1 წელი კი მათ ჩაითვლებათ პირობით მსჯავრად. უკვე 8 თვეა ისინი განსასჯელის სკამზე სხედან საპატიმროდან ელოდებიან საბოლოო ვერდიქტ. შესაბამისად 8 თვე 18 თვეც ავტომატურად გამოაკლდება და ისინი 10 თვე გაატარებენ საპატიმრო დაწესებულებაში, ანუ 10 თვეში ისინი იქნებიან თავისუფლებაზე. დღეს გაიმართა, როგორც უკვე გითხარით, დასკვნითი სასამართლო პროცესი. მათ ედავებიან ჯგუფურად ნივთის დაზიანებას, ისინი ნაწილობრივ აღიარებდნენ ბრალს და დაცვის მხარე მუდავოდ ცნო პროკურატურის ყველა მტკიცებულება. ასევე შემიძლია გითხრათ ისიც, რომ რუსული კანონის მოწინააღმდეგეების დაპატიმრება თავის დროზე აღქმული იყო საზოგადოებაში, როგორც ამ ადამიანების დაშინების მცდელობა, დასჯის მცდელობა და ეს პროცესებიც არაერთხელ გადაიდო, თუ არადა შესაძლებელი იყო, რომ გამომტყუნებელი გადაწყვეტილების შემთხვევაში დეკემბერშივე დასრულებული იყო პროცესი და სალომე ზურაბიშვილს შეეძლო შეეწყალებინა ეს ადამიანები, თუმცა ხელოვნურად გაჭიანურდა პროცესები. ასევე პროკურორმა დღეს სხდომის დასრულების შემდგომ თქვა, რომ იმ შემთხვევაში თუ არ გაფორმდებოდა საპროცესო შეთანხმება, ამ ახალგაზრდებს ემუქრებოდათ 4 წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა, ისინი გაასამართლეს 400 ლარიანი ჯებირის დაზიანების გამო. ყველა პროცესი სულ მოლოდინით მოვდიოდით, მაგრამ ეხლა უკვე ამ მოლოდინმა ფრთები შეისხარა. წელიწადზე 6 თვე პენტეციურ სასამართლო ციხეში და წელიწადი პირობით. ადვოკატებმა მე და დავით სანაძემ, მეორე ადვოკატმა მიმართეთ გენერალურ პროკურატურას, რომ გაფორმებულიყო ბრალდებულებსა და თავად ბრალდების მხარეს შორის საპროცესო შეთანხმება. საპროცესო შეთანხმების პირობები მოგეხსენებათ, ამაზე ვისაუბრე. განისაზღვრა 18 თვე, საიდანაც ფაქტიურად უკვე ცოტა გადარჩა და 9 თვე უკვე მოხდილი აქვს ორივე მჟავრდებულს, ახლა უკვე მჟავრდებულს და შესაბამისად 9 თვის ვადაში ისინი აღმოჩნდებიან და განთავისუფლებიან საპატიმრონ თავისუფლებაზე. აღიარეს და მოინანიეს ჩადენილი დანაშაული, რაც გახდა საფუძველი მათ მიმართ სახელმწიფოს გაიწია შეღავათი და აღნიშნული პირობით მათ გაუფრთხილდათ საფრთხის შეთანხმება. ასევე მათ აანაზღაურეს ზიანი და განაცხადეს, რომ აღიარებენ და ინანიებენ ჩადენილ დანაშაულს, რაც გახდა საფუძველი. დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში ასევე წესით უნდა გაიმართოს თემქის პოლიციასთან დაკავებულების გურამ მაცხონაშვილის, რეჟისორი მაცხონაშვილის და ასევე რომან აკოფოვის სასამართლო პროცესი. ჯერჯერობით სასამართლოში არ შემოსულა ამ საქმესთან დაკავშირებით. განრიგით არ ვიცით, როდის წარიმართება, თუმცა ველოდებით დღეს, რადგანაც 48 საათი იწურება მათი დროებითი მოთავსების იზოლატორში ყოფნის. სწორედ ამიტომაც დღეს თბილისის საქალაქო სასამართლო მათ მხარდასაჭერად, მშვიდობიანი დემონსტრანტების მხარდასაჭერად მოვიდნენ კულტურის სფეროს წარმომადგენლები, რომლებმაც ღია და მკაფიო სოლიდარობა გამოუცხადეს უკანონოდ დაკავებულ ადამიანებს, რომლებიც აპროტესტებდნენ საპოლიციო რეჟიმს, აპროტესტებენ დღევანდელ რეალობას. ისინი დაესწრებიან ამ სასამართლო პროცესს და იდგებიან ამ ადამიანების გვერდით, მათ ედავებიან ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას და ისიც არის აღსანიშნავი, რომ სწორედ ამ ადამიანებზე იძალადეს დაკავების მომენტში და შემდგომ პოლიციის გაყოფილებაშიც.
შევიკრიბეთ არა მხოლოდ ჩვენი მეგობრის, კოლეგის, რეჟისორი გურამ მაცხონაშვილის მხარდაჭერის მიზნით, არამედ 52 უკანონო დაკავებულის მხარდაჭერის მიზნით და იმიტომ, რომ სასამართლოს მოძალადე ხელისუფლებას ვუთხრათ, რომ შეწყვიტონ ძალადობა, იმიტომ რომ ძალადობის ყოველი ახალი ტალღა გამოიწვევს წინააღმდეგობის ახალ ტალღას. ახალ ფორმებს და ნიშნად ამისა ჩვენ ვამბობთ, რომ ჩვენ ფორმაში ვართ, ჩვენ ვიდგებით ყოველი უკანონოდ დაკავებულისა და დაზარალებულის გვერდით. ჩვენ ამას არ შევეგუებით და წინააღმდეგობა რა თქმა უნდა გაგრძელდება სოლიდარობა რეჟიმის ტყვეებს, სოლიდარობა ყველა უკანონო დაკავებულს. მამაღლა აფიქსირებთ ჩვენს აბსოლუტურ მიუღებლობას საქართველოს გზის რუსეთის და ბელარუსის მიმართულებით. ჩვენი პროტესტი იქნება შეუწყვეტელი და ისეთივე აბსოლუტურად პროპორციულად და ადეკვატურად უპასუხებთ ხელისუფლების ყველა ძალადობრივ ნაბიჯს. დღეს საქართველოში სასამართლო იქცა ფარსად. ჩვენი დაკავებული მოქალაქეები შინაგანად მეტად თავისუფალნი არიან, ვიდრე რეჟიმის მოსამსახურედ ქცეული ქართული სასამართლო. ანუ ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს სასამართლოს დადგეს სიმართლის მხარეს, გაათავისუფლოს უკანონოდ დაკავებული ტყვეები და ემსახუროს მოქალაქის და ქვეყნის ინტერესებს. მოკლედ რეჟიმი განაგრძობს სასამართლოს ხელით მშვიდობიანი მომიტინგეების დასჯას, ასევე 3 საათზე 15 საათზე არის დაგეგმილი სასამართლო პროცესი ირაკლი ჩომახაშვილის წინააღმდეგ, რომელსაც ასევე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას ედავებიან, არადა მასზე სასტიკად იძალადეს ფიზიკურად გაუსწორდნენ რობოკოპები, პოლიციელები, თუმცა დღეს მასაც ასამართლებენ.